ეს სახელი მთელ მსოფლიოში გაისმის ახალ ამბებში. Special Counsel Robert Mueller. Special Counsel Bob Mueller. El fiscal especial Mueller. Le procureur spécial Robert Mueller. ორწლიანი მუშაობის შემდეგ შეერთებული შტატების სპეცპროკურორმა რობერტ მიულერმა გენერალურ პროკურორს წარუდგინა მოხსენება მასშტაბური გამოძიების შესახებ, რომელიც ჩრდილს აყენებდა დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის მთელ პერიოდს. მისი ძირითადი პუნქტებია: ჰქონდათ თუ არა დონალდ ტრამპს ან მისი შტაბის წევრებს რუსეთთან გარიგება 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს და ხომარ ცდილობდნენ ისინი გამოძიებისთვის ხელის შეშლას. მიულერის გამოძიებას უკვე მოჰყვა დაპატიმრება და გამამტყუნებელი განაჩენები რამდენიმე ადამიანისთვის ტრამპის გარემოცვიდან. Any Mueller investigation because there was never anything done wrong. There was no collusion. There never has been. You would have known about it a long time ago if there was. ტრამპი აცხადებს, რომ გამოძიება პოლიტიკურად მოტივირებულია და პირადად მის წინააღმდეგაა მიმართული. მან გამოძიებას კუდიანებზე ნადირობაც კი უწოდა, რომელსაც აწარმოებენ მისი ოპონენტის, დემოკრატიული პარტიის კანდიდატ ჰილარი კლინტონის მომხრეები. I, Donald John Trump, do solemnly swear 2017 წლის იანვარში დონალდ ტრამპმა ფიცი დადო და შეერთებული შტატების 45 პრეზიდენტის პოსტი დაიკავა. ინაუგურაციამდე სულ რამდენიმე კვირით ადრე გამოქვეყნდა შეერთებული შტატების ეროვნული დაზვერვის დირექტორის მოხსენება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ რუსეთი ატარებდა სხვადასხვა ოპერაციას, რათა დონალდ ტრამპს 2016 წლის არჩევნებში გამარჯვებაში დახმარებოდა. შეერთებული შტატების დაზვერვამ განაცხადა, რომ რუსეთი დგას კიბერთავდასხმების დემოკრატიული პარტიის ელექტრონული პოსტის გადახვისა და სოცქსელებში გამოგონილი ამბების გავრცელების უკან. ამის შემდეგ გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორმა ჯეიმს კომიმ დაიწყო ტრამპის საარჩევნო კამპანიაში რუსეთის კვალის წინასწარი გამოძიება. 2017 წლის მაისში ტრამპმა ის მოხსნა. თავდაპირველად პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კომის მოხსნა არ არის ამ გამოძიებასთან დაკავშირებული, მაგრამ შემდგომ NBC-ისთვის მიცემულ ინტერვიუში მან მიანიშნა, რომ კავშირი მაინც არის. And in fact, when I decided to just do it, I said to myself, I said, you know, this Russia thing with Trump and Russia is a made-up story. It's an excuse by the Democrats for having lost an election. Our default. ტრამპის მიერ გენერალური პროკურორის მოადგილედ დანიშნულმა როდ როზენსტაინმა მიულერი დანიშნა დამოუკიდებელი გამოძიების ჩასატარებლად. Director Mueller is going to have a full degree of independence that he needs to conduct that investigation appropriately. მიულერის კანდიდატურას კონგრესში ორივე პარტიამ დაუჭირა მხარი. ყოფილი საზღვაო ქვეითი და დიდი ხნის რესპუბლიკელი მიულერი FBI-ს ხელმძღვანელობდა 12 წლის განმავლობაში, როცა თეთრი სახლის პატრონები იყვნენ როგორც რესპუბლიკელები, ისე დემოკრატები. გამოძიების დაწყებიდან უკვე რამდენიმე თვის შემდეგ მიულერმა პირველი ბრალდებები წამოაყენა. ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ტრამპის მრჩეველმა მაიკლ ფლინმა, რომელიც თანამდებობაზე დანიშვნიდან 22 დღეში გადადგა, თავი დამნაშავეცნო FBI-ისთვის ყალბი ჩვენების მიცემაში რუსეთთან თავისი კონტაქტების შესახებ. 2017 წლის ოქტომბერში პოლიციამ დააპატიმრა ტრამპის საარჩევნო შტაბის ყოფილი ხელმძღვანელი პოლ მანაფორტი. მას ბრალი დასდეს შეერთებული შტატების წინააღმდეგ შეთქმულებასა და რიგ საფინანსო დანაშაულში. მათ შორის ბრალდებები შეეხო კონსულტაციებს, რომლებსაც მანაფორტი ჯერ კიდევ ტრამპთან მუშაობის დაწყებამდე უწევდა პრორუსული ორიენტაციის უკრაინელ პოლიტიკოსებს. სასამართლო მას საბრალდებო განაჩენი გამოუტანა 8 ეპიზოდთან დაკავშირებით. მოგვიანებით მან თავი დამნაშავეცნო სხვა ანალოგიურ დანაშაულებებშიც და 7.5 წლით პატიმრობა მიესაჯა. ამასთან მანაფორტს ნიუ-იორკში კიდევ ერთი სასამართლოელის თაღლითობაში ბრალდების გამო. ამავე დროს მიულერის გუნდმა ბრალდებები წაუყენა რუსეთის 13 მოქალაქეს. ისინი ეჭვმიტანილი არიან შეერთებული შტატების წინააღმდეგ საინფორმაციო ომის წარმოებაში. პეტერბურგის მახლობლად მდებარე ამ შენობიდან, რომელიც ტროლების ფაბრიკადაა ცნობილი. მიიჩნევა, რომ მას ხელმძღვანელობს ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული ბიზნესმენი ევგენი პრიკოშინი. სავარაუდოდ მისი საქმიანობის მიზანია სოცქსელებში ყალბი ინფორმაციის გავრცელება პოლიტიკოსების მიმართ უნდობლობის გამოსაწვევად და ამერიკის პოლიტიკურ სისტემაში ქაოსის დასათესად. 2018 წლის ივლისში რუსეთის დაზვერვის 12 თანამშრომელს ბრალად დასდეს ჰილარი კლინტონის წინა საარჩევნო შტაბის კომპიუტერებში შეღწევა კომპრომატების მოსაპოვებლად. თითქოს კამპანიის მსვლელობისას თავად დონალდ ტრამპიც მიესალმებოდა რუსეთის ჩარევას. Russia, if you're listening, I hope you're able to find the 30,000 emails that are missing.
I think you will probably be rewarded mightily by our ასევე press. დაინტერესდნენ შეხვედრით, რომელიც ნიუ-იორკში ტრამპ ტაუერში შედგა 2016 წლის ივნისში. მაშინ პრეზიდენტის ვაჟი დონალდ ტრამპი, უმცროსი ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი და პოლ მანაფორტი შეხვდნენ ადვოკატ ნატალია ვესელნიცკაიას, რომელიც სავარაუდოდ კრემლთანაა დაკავშირებული. ზოგიერთი მონაცემით შეხვედრას ასევე ესწრებოდა საბჭოთა კონტრდაზვერვის ყოფილი ოფიცერი რინატ ახმედშინი. როცა ეს ცნობილი გახდა 2017 წელს ტრამპის ვაჟმა განაცხადა, რომ შეხვედრაზე საუბარი იყო ამერიკელთა მიერ რუსეთში ბავშვების აყვანაზე აკრძალვის მოხსნის შესახებ. მოგვიანებით მან გამოაქვეყნა თავისი მიმოწერა, საიდანაც ჩანს, რომ რუსები სთავაზობდნენ კლინტონზე კომპრომატს, მაგრამ ამ შეხვედრას არავითარი შედეგი არ There was no მოუტანია. collusion whatsoever. There never has been. The last thing I want is help from Russia on a campaign. 2019 წლის იანვარში დააპატიმრეს ტრამპის დიდი ხნის პოლიტიკური მრჩეველი როჯერ სტოუნი. ის ეჭვმიტანილია მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლაში, ყალბით ჩვენებების მიცემასა და მოწმეებზე ზეწოლაში. მიულერის საბრალდებო დასკვნაში ნათქვამი იყო, რომ სტოუნი, რომელიც ტრამპის საარჩევნო შტაბის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო, ცდილობდა მოეპოვებინა ჰაკერების მიერ მოპარული დემოკრატებისა და პირადად ჰილარი კლინტონის იმეილები. სტოუნმა დანაშაული არ აღიარა და გირაოთი იქნა გათავისუფლებული. ახლა ის სასამართლოს მოლოდინშია. ტრამპის ყოფილმა პირადმა ადვოკატმა მაიკლ კოენმა დანაშაული აღიარა და მას 3 წლით პატიმრობა მიესაჯა საფინანსო დარღვევებისთვის საარჩევნო კამპანიის პროცესში, გადასახადების გადაუხდელობისა და კონგრესისთვის ყალბით ჩვენებების მიცემისთვის. მოსმენისას კოენმა განაცხადა, რომ 2016 წელს დონალდ ტრამპმა, მაშინ ჯერ კიდევ პრეზიდენტობის კანდიდატმა, მას დაავალა დუმილისთვის ფული გადაეხა და 2 ქალისთვის, რომელიც ამტკიცებდა, რომ ურთიერთობა ჰქონდა ტრამპთან. კოენი გამოძიებასთან თანამშრომლობაზე წავიდა და დათანხმდა დახმარება აღმოეჩინა მისთვის და ნიუ-იორკის შტატის ფედერალური პროკურორებისთვის. მან სასამართლოზე ასევე თქვა, რომ 2016 წლის ივნისამდე ის მუშაობდა ტრამპის კოშკის პროექტზე მოსკოვში, მაშინ როცა საარჩევნო კამპანია მიმდინარეობდა. მიულერის მიერ ჩატარებული გამოძიების მსვლელობისას ბრალდებები წაუყენეს 30 ადამიანს, მაგრამ არც ერთი ბრალდება პირდაპირ არ უკავშირდება ტრამპის შტაბსა და მოსკოვს შორის გარიგებას. კანონით ტრამპის ახალმა გენერალურმა პროკურორმა უილიამ ბარმა უნდა გადაწყვიტოს, რა დოზით შეიძლება გახდეს მიულერის ანგარიში საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი. I believe the Russians interfered or attempted to interfere with the election, and I think we have to get to the bottom of it. რასაც უნდა შეიცავდეს მიულერის ანგარიში, მას დიდი ალბათობით მოჰყვება უზარმაზარი უარყოფითი პოლიტიკური და სამართლებრივი შედეგები, რასაც ვაშინგტონში კიდევ წლების განმავლობაში შეიგრძნობენ.